რაც ახლა ხდება მარტივი და სასტიკია. ირანი ცუდ მდგომარეობაშია, ჩიხშია მოქცეული და პირისპირება ძვირად უჯდება. იმ დროს, როცა მედია, რომელმაც კვირები გაატარა დონალდ ტრამპის კრიტიკით, ცდილობს ეს დასუსტება დამალოს. რათა არ აღიარონ, რომ თეთრი სახლის გრძელვადიანმა სტრატეგიამ რეჟიმის სასიცოცხლო წერტილებს მიაღწია. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 16 აპრილს ნიშნების აჯაროა. შეჩერებული ექსპორტი, საზღვაო ზეწოლა, ახალი სანქციების მუქარა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და მოლაპარაკებები ზეწოლის ქვეშ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენი პოლიტიკური მაკიაჟია. მედიამ, რომელმაც გადაწყვიტა ტრამპზე იერიში მიეტანა, ირანზე შეტევა აღიქვა როგორც უკონტროლო ქმედება, ავანტიურა და წინასწარ განწირული მარცხი. მაგრამ ფაქტებმა დაიწყეს ამ ნარატივის დამსხვრევა. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ყველა პეტროქიმიური პროდუქტის ექსპორტი, მას შემდეგ რაც მნიშვნელოვანი ცენტრები, როგორიცაა აზალუიე და მაშარი დაზიანდა. ეს ტექნიკური დეტალი არ არის, ეს შიდა კრიზისის ნიშანია. როდესაც რეჟიმი აჩერებს ექსპორტს, რათა პრიორიტეტი მიანიჭოს შიდა ბაზარს და თავიდან აიცილოს ნედლეულის დეფიციტი, ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა ნამდვილად დამძიმდა. სექტორი ყოველწლიურად დაახლოებით 29 მილიონ ტონას ექსპორტირებდა, რომლის ღირებულებაც თითქმის 13 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Associated Press-მა ამ ცვლილება ასე აღწერა: ღია ომიდან გადავიდა ომზე, სადაც იმუქრებიან ბანკებს, კომპანიებს და ირანული ნავთობის მყიდველებს. მიზანი ნათელი იყო: შემოსავლის შემცირება, მარშრუტების შეზღუდვა, წინააღმდეგობის ფასის გაზრდა და თეირანის იძულება, მოლაპარაკებები გამართოს დაუმარცხებელი ძალის პოზის გარეშე. ეს სტრატეგია არა იმპროვიზაცია. სადაც ირანი ყველაზე მეტად გზნობს ამ დარტყმას, ზღვაში, ბიუჯეტში და ენერგიაში. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დაბლოკა მოძრაობა ირანის პორტებში და პორტებიდან და 14 ხომალდს უკან დახევა მოუწია. ამავე დროს პიტ რაქსეტმა განაცხადა, რომ ამერიკის ძალები მზად არიან კვლავ დაარტყან ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, თუ რეჟიმის შეთანხმებას არ დათანხმდება. ამასთანავე ვაშინგტონმა გააფრთხილა, რომ ირანული ნავთობის მყიდველებს შეიძლება მეორეული სანქციები დაეკისროთ და რატომ ტოვებს ეს მედიას დაუცველ მდგომარეობაში? იმიტომ რომ გაშუქების ნაწილი ცდილობდა ტრამპის იზოლირებული გასვლის გეგმის გარეშე გამოსახულების გაყიდვას, ამავე დროს უგულებელყოფდა ირანის რეალურ დასუსტებას. თავად Associated Press-მა აღნიშნა, რომ დემოკრატებმა გააკრიტიკეს ომის ხარჯები და სტრატეგიული სიცხადის ნაკლებობა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მედია საუბრობდა სტრატეგიის პოლიტიკური კოლაფსის შესახებ. დონალდ ტრამპს კვლავ ჰქონდა შესაძლებლობა შეენარჩუნებინა ზეწოლა, რასაც მედია, რომელიც ირანული რიტორიკის მხარდამჭერია, ამსუბუქებდა. მან ამჯობინა შეემსუბუქებინა ის ფაქტი, რომ რეჟიმი უკვე უარეს პოზიციაში აწარმოებს მოლაპარაკებებს. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი და თეირანი აღარ განიხილავენ დიდ საბოლოო შეთანხმებას, არამედ დროებით მემორანდუმს, რათა თავიდან აიცილონ ახალი ესკალაცია. ეს ხდება იმიტომ, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უთანხმოებები კვლავ დიდია, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ირანი ზედმეტად დიდ ზეწოლას განიცდის იმისთვის, რომ ხანგრძლივი ომი აწარმოოს მზარდი ხარჯების გარეშე. ძლიერი რეჟიმი დროებითი შეთანხმებისკენ არ მიისწრაფვის, როცა მისი ექსპორტი ზარალობს. მისი საზღვაო მიმოსვლა შეჩერებულია და მისი ეკონომიკა უფრო დაუცველი ხდება. ეს ნიშნავს შემდეგს: ირანი გლობალური არასტაბილურობის ფაქტორად იქცა. და ეს არასტაბილურობა ეხლა თავად რეჟიმს უბრუნდება, რადგან რაც უფრო მეტად აჩერებს კონფლიქტი მარშრუტებს და აძვირებს ენერგიას, მით უფრო იზრდება საერთაშორისო ზეწოლა თეირანის დასამორჩილებლად და მისი შანტაჟის შესაძლებლობის შესამცირებლად. კიდევ ერთი საკითხი, რომლის დამალვაც აჩქარებულმა მედიამ სცადა: ზიანი მხოლოდ გარე არ არის. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ნავთობის ექსპორტის სრულ შეწყვეტას მხოლოდ მცირე ხნით გაუძლებს, სანამ წარმოების შემცირება მოუწევს. წარმოება დღეში დაახლოებით 3.5 მილიონ ბარელს შეადგენდა. ეს აჩვენებს, რომ რეჟიმს სტრატეგიული სივრცე არ აქვს, დამოკიდებულია. და დამოკიდებულება სანქციების, ბლოკადის და სამხედრო მუქარის პირობებში სისუსტეა და არა ძალა. როდესაც მთავრობას უწევს არჩევანის გაკეთება შიდა ბაზრის დაცვასა და ექსპორტის შენარჩუნებას შორის, პროპაგანდა ქრება და რეალობა კარში შემოდის. კვირების განმავლობაში ბევრი კომენტატორი ამჯობინებდა ტრამპზე თავდასხმას, ვიდრე ირანის რეჟიმის ბუნების აღიარებას. მათ ეს შეტევა შეაფასეს როგორც შეერთებული შტატების გადამეტებული ქმედება, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ რევოლუციურ გვარდიას, ბირთვულ ზეწოლას და ჰორმუზის სრუტის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას. ეხლა, როდესაც პეტროქიმიური ექსპორტი შეჩერებულია, ახალი სანქციების მუქარა არსებობს, საზღვაო ბლოკადა მოქმედებს, მიმდინარეობს დროებითი მოლაპარაკებები და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმების რეალური რისკი არსებობს, უფრო რთული ხდება იმ ფანტაზიის შენარჩუნება, თითქოს ირანი მტკიცია და ტრამპი დაბნეულია. ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს.
საბოლოოდ მთავარი კითხვა ნათელია, რა მოხდა? ტრამპის გრძელვადიანმა სტრატეგიამ ირანს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. რადგან თეთრმა სახმა გაიგო, რომ რეჟიმის სისუსტის გამოსავლენად მხოლოდ რიტორიკა საკმარისი არ იყო, საჭირო იყო დარტყმა შემოსავალზე, ლოგისტიკაზე და რეაგირების დროზე. მედიამ, რომელმაც მხარი დაუჭირა, გაამართლა ან თეირანის პასუხისგებლობა შეამსუბუქა, ტრამპს შეუტია. სრული სურათის გათვალისწინებით, ვინც დემორალიზებულია, სწორედ ეს მედია, რადგან ირანი რეალურად ცუდ მდგომარეობაშია და ამის ნიშნები უკვე აღარ იმალება.